მოგესალმებით, დადგა სამშაბათი. მეგახლავართ გიორგი დარასელია, მინდა აუცილებლად მოვიკითხო უცხოეთში მყოფი ქართველი. პატიმრები მინდა მოვიკითხო, ყველა ჯარისკაცები და აუცილებლად მინდა რომ უცხოეთში მყოფ ყველა მშობელს, ყველა ქალბატონს ჩვენს ლამაზი ერის წარმომადგენლებს, რა ვიცი, საქართველოს ცხოვრებლებს განსაკუთრებით მიულოც 8 მარტი და პატიმარ ქალებს მინდა კიდე აუცილებლად მიულოც 8 მარტი ბედნიერება და სიხარული მინდა გისურვოთ და რავი, ყველა რავი ქრივს და ყველას რა, ვისაც ამე ტკივილი გაქვთ დღეს და აი იქიდან მინდა რომ აი ძალიან ფიზიკურად რომ შემიძლოს ბევრ ყვავილებს გაჩუქებდით რა, ბედნიერება და სიხარული მინდა გისურვოთ და მომავალ 8 მარტს ეს ჭირი წასულიყოს და ხინი ქონოდეთ სულ ყოველთვის. რა ვიცი, სიხარულს გისურვებთ ყველას. ხოლო დღევანდელი ჩვენი თემა არის ესეთი საინტერესო სტუმარი ყავს, აუცილებლად მინდა განსაკუთრებით ბორჯომის ეპარქია მოვიკითხო და ბორჯომლები მოვიკითხო და ბორჯომ ბაკურიანი და რა ვიცი, აი ეს ულამაზესი ხალხი, მინდა რომ ბედნიერება და სიხარული გისურვოთ და მინდა აუცილებლად წარმოგიდგენთ მამა იერომიელ ფილიშვილი, არქიმანდრიტი, რომელიც არის ტიმოთის მონასტრის წინამძღვარი არის და სტუმრობდა ადრე და ძალიან ისეთი გამოხმაურება მოყვა და ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ. მამაო, ჩამობზანდა მეუფეს ლოცვა კურთხევით. მოგესალმებით, მივესალმები თქვენს ტელემაყურებელს. დიახ, მადლობა მამაო მობზანებისათვის და მამაო მეუფეს სერაფიმეს ლოცვა კურთხევით ჩამობზანდა და მადლობას ვუხდი ამისათვის მეუფეს და მამაო, ესეთი რაღაცა ამ ბოლო ხანებში რაღაცა ამ თემისათვის ყურადღება რო არ მიმექცი, ხა თქვენც მითხარით თუ რაღაცა აი რა თემაზე იყოსო საუბარიო და რაღაცა და ყველა მიცის რომ ეწინასწარ ეს თემებს არ გეგმავ და აი უცოთ ესე წამოვიდა იმათ რომ რაც არის აქტუალური დღეს, რაც არის საჭირო სიტყვაზე ეს რაღაცა ეს ახალ საგანთან დაკავშირებით რაღაცა რომ შემოაქვთ ხო ბავშვებში, მოზარდებში თუ ასე შემდეგ ზოგი ემხრობა, ზოგი არ ემხრობა, ვინც ემხრობა, ზოგი ამბობს რომ სიტყვაზე ეს კანონი არის ის რომ რაღაცა რომელიღაც სახელმწიფოს უჭერს ხარ, ზოგი ამბობს რომ არა პირიქით ეს გვავნებს ან არ გვავნებს. აი რადევს მამო ამაში ის იმიტომ რომ ყველამ თავისი აზრი გამოთქვა და აშკარაა რომ ყველას აზრი არის თითქმის პოლიტიზირებული რა ზოგს რუსეთის თობას აბრალებენ მე ვეღარ იმასკენ თუ შეიძლება მამო აი ამასთან დაკავშირებით. კი რა თქმა უნდა აი ამ საკითხის პოლიტიზირება არის ყველაზე მყიფე და არა ობიექტური ბმული აი ამ საკითხისა ზოგადად. მე დავიწყებ იმით რომ ჩვენ მას შემდეგ რაც საქართველოში იქადაგა ქრისტიანობა, ვართ ნაწილი ევროპისა, ვიყავით ევროპის უშუალო მეზობელი, მოგეხსენებათ ბიზანტია იყო ჩვენი უშუალო მეზობელი, ჩვენ მქონდა საერთო ტრადიციები, სარწმუნოებრივი ერთობა მქონდა მათთან, მაგრამ ცნობილი ისტორიული მოვლენებისა გამო, იცით რომ 1071 წელს მოხდა მანასკერტის ომი, სადაც დამარცხდნენ ბერძნები, იქ იყო შიგა სახელმწიფოებრივი ღალატი, მანასკერტი სამხრეთ აღმოსავლეთ მხარეს მდებარეობს ჩვენგან, იყო ბერძნებისაგან უკიდურესი იქით აღმოსავლეთი ნაწილი და ამის შემდეგ დაიწყეს თურქებმა წინსვლა, დაიკავეს მცირე აზია. ასე ვთქვათ, ამოუკეტეს ჩვენ კავკასიაში, ბერძნებმა დაკარგეს მცირე აზიის ნაწილი და ჩვენ მოვწყდით, ჩვენ ასე ვთქვათ, ბუნებრივ სამეგობროს, ბიზანტიის იმპერიას, რომის იმპერიას, ბიზანტიის სამეფო იმპერია მოგეხსენებათ რომის იმპერიის ნაწილი იყო და აი ამ ცივილიზებულ სამყაროს მოვწყდით. ვიყავით ქრისტიანობის ფორპოსტი აღმოსავლეთში, სადამდე შეგვეძლო ვიბრძოლეთ, უამრავი ტალღა გვასკდებოდა, იცით, არაკეთილ მოსურნისა, მაგრამ დავრჩით, ასე ვთქვათ, მარტონი, მერე ამას მოხვა ვახტრონი დრონი, მერე მოხვა ამას როგორც მოგეხსენებათ რუსეთის იმპერია, რამაც ბევრია დაგვაკარგვინა სახელმწიფოებრიობა, ეკლესიის ავტოკეფალია და ასე შემდეგ. დღეისათვის ჩვენ ბრუნდებით ევროპაში, ჩვენ ბუნებრივ გარემოში, ბუნებრივ მოკავშირეებთან, რა თქმა უნდა, მაგრამ ისმის, რა თქმა უნდა, კითხვა, როგორ მიგვიღებს ევროპა, როგორ უნდა მივიღოთ ისინი ჩვენ. აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ევროპა არის გახლავთ დასავლეთი ზოგადად მრავალფეროვანი და მრავალფენოვანი, ხო? იქ არის სხვადასხვა სარწმუნოება, უამრავი ქვეყანა, ქრისტიანობა, კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი, ლუთერანობა, ანგლიკანობა და ასე შემდეგ. და ამავე დროს იმ დასავლეთში არის უკვე ბევრ ქვეყანაში, ასე ვთქვათ,
პოსტქრისტიანული მიმართულება უკვე ნაწილობრივ წარმართობაში გადასული, იცით რომ უკვე ასე ვთქვათ, ჩვენ წარმართობას ვეძახით ამას ძალიან ყარად მოიკიდა ფეხი და აქედან გამომდინარე იმ წესკანონებმა, რაც ვთქვათ, ზოგიერთი დასავლური ქვეყნისათვის მისაღებია და რაც შეიძლება ჩვენთვის არ იყოს მისაღები, უბრალოდ. აი, ამას ეხებოდა ზოგადად პრობლემები, იმიტომ რომ ჩვენ რა თქმა უნდა, მეგობრად ვაღიარებთ მათ, ჩვენმა სტრატეგიული პარტნიორები, ჩვენ ვიღებთ კონტრიბუციას ჩვენი ჯარის სახით. მათ გვერდში ვართ ავღანეთში, მათ გვერდში ვართ ერაყში. მაგრამ არის საკითხები, რაც ჩვენთვის მიუღებელია და ჩვენ ერთს აქვს თავისი სტრატეგიული მიზნები, ხო? პოლიტიკოსები ამბობენ, რომ არ არსებობენ მუდმივი მეგობრები, არსებობს მუდმივი ინტერესები. ჩვენ ინტერესებშია მათთან მეგობრობა, იმიტომ რომ როგორც მოგახსნათ ევროპის ნაწილი ვართ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი მეობა, ჩვენი ზნეობა, ჩვენი სარწმუნოება, ბაზისი ჩვენი მოქალაქეობისა და იყო რაღაც პრობლემები, საიდან გამომდინარეც არის საკითხები, რასაც ჩვენ უნდა ვიცავდეთ, რაღაცას არ უნდა ვიღებდეთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვას ვასწავლდეთ ჭკუას, რატომ არის ეს ისეთი, მაგრამ არის საკითხი, რაც ჩემთვის მიუღებელია. აი ამას ეხებოდა ძირითადად ეს პრობლემები. ასე ვთქვათ, ევროპის გარკვეული ნაწილი, განსაკუთრებით ის მხარე, სადაც ბებერ ევროპას რომ ეძახიან, აი უკვე ძალიან მყარად რიგ შემთხვევაში შემოქცეული არის წარმართობისაკენ. და ჩვენი ერისათვის ბევრი წარმართული, ვთქვათ, საკითხის ზნეობრივი ბაზისი მიუღებელია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ ვთქვათ, ყველა ამას მისდევს, იქ როგორც მოგახსენე, არსებობს მრავალფეროვნება, მაგრამ არის საკითხები, რაც ჩვენერი მცირე ერისათვის შეიძლება დამაგრეველი და დამარღვეველი აღმოჩნდეს. და რაც შეეხება აი ამ პოლიტიკურ ბმულს, ეს არავითარ შემთხვევაში არ არის მისაღები. ახლა მაგალითად ზოგი მიაწერს ეკლესიის მარგინალიზაციისთვის, ალბათ ჩვენი ინტელიგენციის ნაწილი, ზოგი პოლიტელიტის ნაწილი, ეს აუცილებლად მიგვაბავენ ხოლმე რუსეთს. აქ პოლიტიკა არაფერ შუაში არ გახლავთ. ეს არ გახლავთ პოლიტიკური საკითხი არავითარ შემთხვევაში, თუნდაც იმიტომ, რომ ეკლესიის საზღვრები არ გადის სახელმწიფო საზღვრების გასწვრივ. ეკლესია არის საყოველთაო და ამ ეკლესიის შვილია დედამიწის უამრავი ადამიანი დასავლეთ ნახევარსფეროში, აღმოსავლეთ ნახევარსფეროში და იმ ევროპაში არიან მართლმადიდებლები, რომლებიც ზუსტად ანალოგიურად იგივე პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ, როგორც ჩვენ. ასე რომ ეს პოლიტიკური საკითხი არ გახლავთ. ძალიან დიდი მადლობა, მამაო. მისთან დაკავშირებით. მინდოდა რომ აი უბრალოდ ისა ჩავძიებოდი ამ საკითხს და აი ამ საგანს ბევრი რაღაცა ახლავს ისეთი, რაც აი რაღაცა ტყუილის სახით არის, რაღაცა შემოპარებული და ვითომ ლამაზად ეჩვენება და ამ დროს საბოლოოდ ძალიან დააზიანებს თვითონ ადამიანს და იმ პიროვნებას, ვინც ამ საგანს ისწავლის, ხო? აი რა არის ისეთი, მამაო, რაც არ არის მისაღები და რაც მისაღებია, თუნდაც ევროპაში, თუნდაც ამ საგანში და თუნდაც საერთოდ იმიტომ, რომ ის აი რაღაცას თუ შეეწინააღმდეგები ისეც, რაც არ არის მართლა მისაღები და ერისათვის დამღუპელია, ხარ რაღაცა აი რუსეთის აგენტია რაღაცა, იმიტომ რომ ეს არის, მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან დაბალი დონის ადამიანების საუბარი, იმიტომ რომ რაღაცა თუ არ მოგწონს, როგორც ცოდვა, რატომ უნდა იყო პუტინის აგენტი ვერ მივხვდი, აი აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის. ეს არის ან უმეცრება, ან როგორც ითქვა ხოლმე პოლიტიკოსები მართვადი უმეცრება, ну სხვა კიდე შეიძლება სხვა ეპიტეტებიც მოვიყვანოთ. უმთავრესი პრობლემა არის ზნეობრივი რელატივიზმი, რაც ახასიათებს აი იმ წარმართობისაკენ შემოქცეულ ევროპას. ზნეობრივი რელატივიზმი, რასაც არ უშვებს ჩვენი მართლმადიდებლური სარწმუნოება. რელატივიზმი მოგეხსენებათ რას ნიშნავს, ესე იგი, არის სიმყარეები, არის ადამიანის შინაგანი კონსტიტუცია, არის ზნეობრივი ნორმები, რომელსაც ჩვენ მივყვებით, ეს მოცემული გვაქვს 10 მცნების სახით. გარდა ამისა, ისიც ვიცით, რომ ღმერთმა ქალად და მამაკაცად, უпроსტოდ ჯერ მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ადამიანი. აქედან გამომდინარე მთელი ატრიბუტიკით, მათ შორის სიყვარულით, მათ შორის ოჯახური ურთიერთობით, შვილთანხმით და ასე შემდეგ.
მაგრამ ჩვენ ამ პრობლემასთან, რასაც აი შემხებლობა ჩვენ ეკლესიას ჰქონდა, ეს აი ამ საუკუნეების გარიჟრაზე ქრისტიანობის შემდგომ ეკლესია შეხვდა ამ პრობლემებს, აი ამ ზნეობრივ რელატივიზმს შეხვდა და იგივე რომში არის პავლე მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ და იქ აღწერს თუ რა მოიტანა ზნეობრივმა რელატივიზმმა. რა მოიტანა, საიდან გამოდის ზნეობრივი რელატივიზმი? გამოდის უღმერთობიდან, როდესაც ადამიანის ზნეობრივი ბაზის ფუძე ხდება არა ღმერთი, არამედ ადამიანი, კერპად იქცევა ადამიანი. თვითონ ადამიანი თავის ნაკრულეონებით ხდება ამის გაკერპება, კერპსახურების ფორმაა. რაღაც ნაკრულეონება ერთი მიმართულებით ერთი კერპია, მეორე ნაკრულეონება მეორე მიმართულებით მეორე კერპი ხდება, ესე იგი ადამიანი თავისთავად ღმერთი გახდა ეგო. ადამიანი გახდა ღმერთი აი ამ საზოგადოებისთან ნაკრულეონი ადამიანი. და ყოველი უღმერთო საზოგადოება ადრე თუ გვიან ვარდება იმ ჭაობში, რაც მე აგიხსენებთ, რაც პავლე მოციქულს აქვს რეალურად აღწერილი და მიმართავს რომაელებს და მოუწოდებს რომ ამ ჭაობიდან ისინი უნდა ამოვიდნენ და იცით რომ ქრისტიანობამ როგორ გააკეთილშობილა ევროპა, ამოიყვანა აი ამ ჭაობიდან ის რაც დღეს შექმნილია ევროპაში, ეს ფაქტობრივად ქრისტიანული ცივილიზაციის შედეგი გახლავთ ეს ყველაფერი და რეალობა რაც იყო, ჩვენ ყველამ კარგად ვხედავთ. უпроსტად ვინც ვკითხულობთ, მათ კარგად იციან. და ჩვენ არ გვინდა აი ამ ზნეობრივი რელატივიზმით დავდგეთ ისევ იმ რეალობის წინაშე, რომელსაც ერი სახელმწიფო მიყავს გადაგვარებამდე და აქედან გამომდინარე გადაშენებამდე. კაი, მაგალითს მოგიყვანთ ადამიანის შინაგან კონსტიტუციაზე მოგახსენეთ, არის ზნეობა, ხო? კანტი ამბობდა, რომ ორი რამ მაკვირვებსო, ამ ქვეყნათო ერთი ვარსკვლავით მოჭედილიცა ჩემზეით და ზნეობრივი კანონი ჩემში. ის ღვთისხატება, რაც ადამიანში ჩადებულია როგორც კონსტიტუცია. ორი უსასრულობა, შიგა უსასრულობა, რომელსაც უნდა მიიღოს უსასრულო ღმერთი და გარე უსასრულობა ჩვენს გარეში, რაც ღვთის დიდებას გამოხატავს თავისთავად. ნებისმიერ საგანს, ნებისმიერ არსებას, ნებისმიერ მოქმედებას აქვს თავისი კონსტიტუცია, თავისი წესი. აი მაგალითად, ავიღოთ ფუტკრების კა. იქ შრომა განაწილებულია, ყავთ დედა, არიან მუშა ფუტკრები, არიან მამალი ფუტკრები. მაგრამ როდესაც იქ ხდება ხოლმე ესეთი გამრუდება, როდესაც დედა დაზიანდება ან კვდება, მუშა ფუტკარი იღებს დედის როლს, შეიძლება რამოდენიმე იყოს ასეთი, ის ხდება, ასე ვთქვათ, სრულ დედა, იწყებს გაუნაყოფიერებელი კვერცხების დებას, რომელსაც მოყვება მამლების ან მახინჯი მამლების წარმოშობა, სიმახინჯე დედლებისა, სიმახინჯე მამლებისა, მუშაობენ თავიდან რაღაც პერიოდი. ხდება ამის გადაგვარება, მე გამრავლება არ ხდება, ნამატი აღარ არის მუშა ფუტკრების და კვდება ესკა. ხედავთ როგორი რეალობა არის. დაირღვა ის კონსტიტუცია, რაც ღმერთმა განუწესა ამ არსებას, მეცნიერები ვერხსნიან ინსტინქტებს ეძახიან, მაგრამ დაირღვა ის შინაგანი კონსტიტუცია, გადაგვარდასკა გარკვეული ინერციით იარა და მე აღმოიფხვრა და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა მე მესმის მეფუტკრება ფუტკარი მყავდა და რამდენჯერ შევეცადე 10-დან ერთ შემთხვევაში შეიძლება მეშველა რომ ახალი დედა მივცე და ზოგადად ეს გადაგვარებული სკა აღარ სწორდება და დაღუპვისკენ არის მიმართული. აი ესეთი რეალობები, ესეთი სინამდვილეები და ჩვენ მოძღვრებს, დლებს, რომელიც ვალდებული ვართ ჩვენი ერის, ჩვენი მრევლის წინაშე, აი ამ საკითხებიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური წუხილის უფლება, ეს წუხილი ნამდვილად ლეგიტიმურია. და ამიტომ აი მეც გიახელეთ თქვენს გადაცემაში, რომ ეს ჩემი ტკივილიც გითხრათ, წუხილიც ჩემ პოზიციად გადმოვცეთ თქვენს გადაცემაში. უღრმესი მადლობა, მამო, ეს ლამაზი ახსნისათვის. მამო, აი ესეთი რაღაც მინდა რომ გითხოთ, რომ აი საერთოდ რაღაც კანონებს იღებს სახელმწიფო და შემდეგ გეუნებათ და ამბობენ, რომ რელიგია და პოლიტიკა ერთმანეთისაგან უნდა იყოს შორს, ნუ არევთ, ნუ შერევთ და ნუ შეურევთ სიტყვაზე, მაგრამ ამ დროს იქაური მიღებული კანონებით ისევ ჩვენი ადამიანები, რომელი ადამიანებიც რელიგიით ცხოვრობენ მთელი ცხოვრება, ხო და საქართველოს ცხოვრება ადამიანს მე არ ვიცი უღმერთო ადამიანს მე მგონი არ ვიცნობ რა.
აი ეს ადამიანები მე ზარალდებიან ამ იმით, ამ მათი შთამომავლები და ასე შემდეგ. და შემდეგ აუცილებლად მე ჭირდებათ მათ ეკლესია, ანუ ჩვენ შვილებს ასწავლიან რაღაცას და გვეუბნებიან თქვენ ნუ ჩაერევით, იმიტომ რომ ის მესმის რომ პოლიტიკა არის ძალიან ბინძური და ამ სიწმინდეს მართლა არ უნდა გაეკაროს და ერთმანეთისგან უნდა იყოს შორს, მეც ვარ თანახმა, მაგრამ რა შემთხვევაში ხდება მამაო, როცა შეიძლება ეკლესია მოთხოვოს სახელმწიფოს რომ მოდით ეს არა, იმიტომ რომ ეს არის არის პირადი ცოდვა ვიღაცის, რომელიც სახში აკეთებს ან რაღაცა, მაგრამ არის ის ცოდვა, რომელიც ერთს მოეთხოვება, ეგ ჩვენ რო ვზივართ და ხმას რო არ ამოვიღებთ, სადღაც რაღაცა რო დაშავდება, ხვალე ღმერთი მე მომკითხავს. აი რა შემთხვევაში ხდება ან მომხდარა მამაო ჩარევა ეკლესიისა აი ამ კანონების შესაჩერებლად, იმიტომ რომ ფაქტია მამაო დღეს ხდება ჩარევა, ვიღაც ერისკაცი გამოვაქულას დაიწერს ხვალ 20 ხმას მიიღებს ის, მაგრამ აი საერთოდ ისეთი რაღაცა ის გახდა რომ ეკლესიას უფლება არ აქვს რომ მიუთითო სახელმწიფოს რომ შენ ჩემ შვილს ნუ მიღუპა. ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ მოდის მე დაზარალებული და ამ შვილის გამოსწორებაშია მთელი სასულიერო პირები. და რატო ხო შეიძლება რომ იქამდე სანამ დაზარალდება, ისა რა თქვა, ჩვენ დაგვიჯერონ რომ ეს მე დაზარალებული აქ და სანამ თუ შეიძლება ხშირად კოკა წყალზე გატყდებოდეს, მაგრამ მანამდე უნდა ვიზრუნოთ ჩვენ. ეკლესია არის სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა. ჩვენ გვიდევს ერის მაჯისცემაზე ხელი. ჩვენ ძალიან კარგად და მკაფიოდ გვგრძნობთ ამ მაჯისცემას. რაც შეეხება ახალ საგანს, ახლა ვიცით იქ რაღაც დასავლეთიდან ჩვენი მეგობრები არიან კიდე აღნიშნავ, იყო რაღაც რეკომენდაციები, ზოგი მისაღები შეიძლება, ზოგი არ მისაღები და გარკვეულწილად იყო ხარკი, ასე ვთქვათ, განათლების სამინისტროში. კი ბატონო, მივიღოთ, რომ ხარკი იყო გადასახდელი, მაგრამ შეიძლება ეს ხარკი დავტოვოთ ფორმით ხარკად და მივცეთ შინაარსი სწორი, მოქალაქეობრივი, პატრიოტული შინაარსი მივცეთ აღზრდელობითი, რაც რეალობა არის, ჩვენ არავის არ ვატყუებთ. აი ამ აღზრდელობაში ჩვენ შეგვიძლია ვასწავლოთ ბავშვებს, თუ ცალკე საგანი გვინდა მაინც და მაინც დავით გურამიშვილი, სულხან საბა გვინდა უნდა ვასწავლოთ, ხო? აი მაგალითად იქ სწავლა მოსწავლეთა იქ არის აღწერილი რომ მეომარი უნდა მიწკი გულოვნებდეს, რომ პოროხი მშრალი უნდა გქონდეს, სახელმწიფო თემა მისაღებია ნამდვილად, ხო? ის მუშაკი რომ უნდა მუშაკობდეს, კარგი ბიზნესმენი რომ უნდა იყოს, კარგი ფერმერი უნდა იყოს, იქ უდლის პოზიციებიც არის, რომ უდელი როგორ უნდა იქცეოდეს. ეს ჯანსაღ საზოგადოებაში ბავშვებს რაღაც სულიერი რძის ფორმით ყველაფერი უნდა მივაწოდოთ, რომ საზოგადოებას ჭირდება, ასე იგი, ყველანაირი განსწავლა ჰარმონიული ადამიანის გაზრდისათვის ჭირდება ეს ნამდვილად და ჩვენც აქ ავართ. და როდის უღალატია ეკლესიას სახელმწიფოსთვის, მოგეხსენებათ, რომ ხშირად ეპისკოპოსებიც კი იბრძოდნენ. ხო, აი მარაბდის ომში 5 ეპისკოპოსი იბრძოდა, აქედან 2 ბრძოლის ველზე დაეცა რუსთაველი და ხარჭაშნელი. უახლოესი ჩვენი ომი გავიხსენოთ, სადაც ეკლესია ჩვენ სადღეღამისო წირვა-ლოცვაზე ვიყავით გადასულები. გორში, როდესაც ქალაქი დაიცალა, იქ როგორ მთელი მრევლი ეპისკოპოსიდან მოყოლებული ჩართული იყო მამები, პურს დაატარებდნენ ქალაქში და კვებავდნენ შეშინებულ და დამშეულ მოსახლეობას. გახსოვთ პატრიარქმა მოითხოვა დერეფანი რომ ის მიცვალებულები დაგვეკრძალა, ხო? აი ესეთი რამ. მე ეკლესიას რიგ შემთხვევებში, სადაც აი წლების წინ საქართველოს არ თვლიდნენ მაგალითად ბევრი, აი ვთქვათ ჯავახეთის მაგალითი. ფოკის მონასტერი იყო ქართული იდენტობა და პატრიარქიც დღესაც თუ არ ვთქვი ფოკაშია ჩაწერილი. აი ეს ქართულ პოზიციას ამაგრებდა ფოკის მონასტერი ურთულეს პირობებში. ეკლესია მონასტრები იხსნებოდა ურთულეს ადგილებზე, ურთულეს პირობებში, გარემო პირობებში, შინაგან პირობებში, მოსახლეობა არ იყო ყოველთვის ჯანსაღად განწყობილი ეკლესიის მიმართ, მაგრამ ჩვენ აი ამ რუტინას უდრუტინალად ვასრულებდით. ეს იყო ქართული მეობის, ქართული ზნეობის, ასე ვთქვათ, დამტკიცება იმ ადგილებში, სადაც ეს საჭირო იყო. ესეთი წესი ჩვენ ასე უნდა ვიქცეოდეთ კიდეც. განსხვავებით იმისაგან, რომ ზოგიერთი ვთქვათ, ეკლესიას ეძახის მეხუთე კოლონას, რატომღაც უმეცარი ხალხი და არა ბატონებო, მეხუთე კოლონა შეიძლება იყოს მომიტევეთ ღმერთთან უკნავს მთავრობაში, პარლამენტში, ეკლესიაშიც იგივე, არის სამი სათანადო ორგანოები გამოიძიონ და ამხილო თუ ესეთები არიან და აღარ გახდება სპეკულაციის საგანი და ერთმანეთს ტყურად ნუ დავერევით და თიც ნუ გავიშვერთ. პოლიტიკა არაფერ შუაშია ამ საკითხებთან, პოლიტიკური ბმა არანაირად არ შეიძლება ეკლესიასთან
ну ვიღაცას ეთყობა 100 აწყობს 100 უნდა და თქვა ეხლა ну რუსეთს ამბობენ. კი ეხლა ჩვენ არა ვართ უგუნური ხალხი ეკლესიაში, ჩვენ ვიცით სხვაობა დასავლეთსა და რუსეთს შორის, ხო? ვიცით საფრანგეთი რომელმაც პარიზი არ დააბობინა გერმანელებს, თუმცა ებრძოდა ბოლომდე იბრძოლეს ფრანგებმა, მაგრამ რუსეთიც ვიცით რომელმაც დნეპრხესი ააფეთქა და 100,000-ობით ადამიანი წყალმა წაიღო. Да, Жуков виძახდა, ну, пускай нарожают опять русские бабы. Კიდე გააჩენენ შვილებსო. ამერიკამ იაპონიას ატომური ბომბი უთავაზა და ეს იყო შურისძიება პერლ ჰარბორზე, ხო? თქვათ ეს სახელმწიფოებრივი. რუსეთმა ატომური ბომბი გამოცედა საკუთარ მოსახლეობაზე, ხო? შუა ურალში ტოცკში ჩამოაგდო ატომური ბომბი, 10,000-ობით ხალხი ამოწყვიტა და დღემდე იმკიან იმის შედეგებს. ჩვენ ვიცით იმ ხალხში რა არის მონღოლური, რას გვიშვება დღეისათვის, მტერისა და მოყვარის გარჩევა ჩვენ არ უგეშლება. ასე რომ ნურავინ მიაწერს ეკლესიას, აი თქვა, რუსული პოლიტიკის გატარებას, იმიტომ რომ სად იყო რუსეთი, როცა საქართველოში იყო მართლმადიდებლობა, ხო? სხვადასხვა უკრაინელები ამას არ აკეთებენ, როდესაც იქ იცით, რომ რუსული ეკლესიის დომინანტი არსებობს, არა? ძალიან კარგად იბრძვიან. ასე რომ ეს მოდის ადამიანის გაუნათლებლობიდან, უმეცრებიდან და აი ეს უმეცრება მოაქვს როგორც არგუმენტი და უმეცრება არგუმენტი არ არის. გადაშალონ ისტორია წაიკითხონ, ლიტერატურა წაიკითხონ. და ჩვენ შვილებსაც ეს გვინდა მივაწოდოთ. ჩვენ ღვთისმეტყველება კი არ უნდა ვასწავლოთ ან შედარებითი ღვთისმეტყველება. ყველაფერი იპატეპატა ლუკმების სახით, რომ იცოდეს რა არის მოქალაქეობა, რა არის პატრიოტიზმი, სამშობლოს სიყვარული, ერის სიყვარული, რა არის ღმერთი. ზოგადად ჩვენ არ გვინდა ჩვენ ღვთისმეტყველებს არ ვდით იმ სკოლაში, რომ იმან მე თავისი არჩევანი გააკეთოს. ხო, ზოგი პოლიტიკოსი გახდება, ზოგი მემანქანე გახდება, ზოგი საით, მაგრამ ერთი უნდა იცოდეს, რომ ყველა არის ამ ქვეყნის მოქალაქე და ყველა არის ღვთისშვილი. აი ეს არის ჩვენი ის, რომ მინიმალურად მივაწოდოთ იმ ბავშვებს, ჰარმონიული ბავშვები გავზარდოთ. რაც შეეხება იმ პრობლემებს, რაც იყო ამაზე ბევრი ითქვა და აი მე ვსაუბრობდი აი რელატივიზმზე ზნეობრიობისა, ხო? იქ იყო საკითხები, ვთქვათ, განსხვავებულთა განსხვავებლობის მიმღებლობა საუბარი, ხო? ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ეს განსხვავებები, ჩვენ ვიღებთ როგორც ერის ღვთის ნაკვლევან შვილს და ჩვენ ვებრძვით არა ადამიანს, არამედ ვებრძვით ნაკვლევანებას, ვეხმარებით ამის გამოსწორებაში და ჩვენ არ გვინდა რომ ეს ნაკვლევანება კანონის დონეზე ავიდეს. მე იქ იყო საუბარი იქ, ну ეს არ მიუღია განათლების სამინისტროს, ის იყო პედაგოგების მოსამზადებელი ლიტერატურა, მაგრამ ჩვენ დაზღვეულნი არა ვართ, რომ ეს ლიტერატურა ისევ აღმოჩნდება, ვიდრე აი იმ საიტზე განათლების სამინისტროსი, ვინმე ბედოვლათი ქართველი, რომელსაც ეზარება მუშაობა წიგნთან, ისტორიასთან, არ გადმოწერს, არ გადმოკალკავს იმ უცხოეთიდან, არ დადებს. ამაში აიღებს ხელფას და მე ატყდება ერთი ამბავი და მე გვეტყვიან რომ თქვენ გლების ბრალი ეს ყველაფერი იმას ამოიღებენ რომ რატო ატეხეთ აჟიოტაჟი. მაგალითს მოვიყვან ოჯახური ურთიერთობის, აი ჩვენ ვიცით ცნება ასეთი, ხო, პატივი ეცი დედასა შენსა და მამასა შენსა და კეთილ გეყო შენ და დღეგრძელიყო ქვეყანასა ზედა. უტყვა რეცეპტი ვისა დიდხანს ცხოვრება უნდა, ხანძლივ ცხოვრება არის ეს, რომ მშობელს უნდა სცეს პატივი. და იქნება დღეგრძელი ამ ქვეყანაზე. ეს უტყუარი რეცეპტია, აი ცნების სახით გვაქვს. ეხლა ეს პატივისცემა ბევრ რამეში გამოიხატება, ხო? მაგრამ იყო იქ საგან შეტანილი, აი ესეთი მომენტი, რომ აი რაღაცა ოჯახური ის კონფლიქტი იყო თუ რაღაც მშობლის რაღაცა გადაცდომა, გადმოცდომა თუ ამ ბავშვი თუ ჩათვლის, უნდა წაიყოს საერთო სამჯაროზე გაიტანოს. ემა მოგიყვანთ ბიბლიურ მაგალითს ნოეს შემთხვევაში, როდესაც წარღვნის შემდეგ ნოემ გააშენა ვენახი, დაწურა ღვინო და დათვრა და თავის კარავში გაშიშვლდა რა საკუთარ სარეცელზე. გაშიშვლდა ეს, საკუთარ სარეცელზე, ამის სრული უფლება ჰქონდა.
რატომ დათრა ეს სხვადასხვანაირად განმარტავენ მამები ეს სხვა საკითხია. ხო, ნუ მეცნიერულად ორ სიტყვას ვიტყვი, რომ ესე იგი ეს ეხსნიან მეცნიერები, თუ მეცნიერულად მიუდგებით, რომ ის მას შემდეგ რაც ჩამოიქცა სხვანაირი უკვე ბიოლოგია, გეოლოგია შეიცვალა დედამიწის, ჟანგბადის შეღწევადობა, წნევა და რაღაც, ესე იგი ის დოზით, რა დოზასაც იღებდა ვინოს, იგივე დოზამ დაათრო უკვე. ადამიანს რო დასხვდებით, რომ აი ესეთი რაღაცა მოხდა, იმიტომ რომ ნოე იყო ბოლო-ბოლო მამამთავარი და არ დაუშვებდა ამას, მაგრამ მოხდა ასეთი რამე აღმოჩნდა შიშველი კარავში. და შედის იქ წერია რომ თქვათ ქამა, სემი-ქამი და ეფეთი ხალხი, ხო? ქამი გამოვიდა დასცინა მას, ნუ ამბავი მოიტანა სემთან და იაფეთთან და ისინი უკუსლით მივიდნენ და მამას სიშვილე დაფარეს და ნახეთ, უბრალო ამბავი, ესე იგი ქამის უფლება იყო ეს, რომ შეხედა და უთხრა, ხო? მაგრამ ეს ცოდვა აღმოჩნდა ღვთისწინაში მამის სიშიშვლის დაცინვა და იქ დაწყეულაო, ხო? არა ქანაანი, იმიტომ რომ ბავშვი, ქამიშვილი შესულა, იმას უნახავს, ჯერ შეყოცხვირსაც არ უნდა შეიყო. მამამის და მამამ მოახსენა საზოგადოების სამჯავროზე გაიტანა, ასე ვთქვათ, მამის სიშიშვლე. აი ამის გამო მოხდა დასჯა, ხო, ქამის შთამომავლობის. თითქოს უბრალო ამბავია, ხო, გაიტანეს სამჯავროზე, მაგრამ ეს იყო უპატივცემულობა. მამის სიშიშვლის მიმართ, რომელიც არავითარ შემთხვევაში გარეთ არ უნდა გამოვიტანოთ, ხო? ეს ის შემთხვევა არ არის, როცა მამა მოძალადეა და აწვალებს დედას და შვილს, ეს არის ზნეობრივი მორალური საკითხები, რისი გამოტანის და გარეთ გარჩევის უფლება შვილს არ აქვს, ის ეჩვევა არა მორჩილებას, არა თავმდაბლობას, არამედ თავისი უმწიფარი აზრის გატანას თავს მოხოს სხვებზე და შემდეგ კარგავს ღირებულებათა იერარქიას, თავის თავში პირველ რიგში და ნუ განუვითარებელი დარჩება ასეთი ადამიანი. ისტორიაც ამას ადასტურებს. და ქამის შთამომავლობა გადავიდა იაფეთის და სემის მონობაში, ასე მოხდა. აი უბრალო ამბავია, ხო? არის უფლება, არის მოვალეობა და აი ხშირად უფლებებზეა საუბარი და მოვალეობებზე ნაკლებად საუბრობენ. ძალიან დიდი მადლობა. მამაო, თქვენ აი ახსენებთ, რომ აი რაღაცა ევროპა და ევროპის ნაწილი ვიყავით და ვართ და რაღაცა და მე მართლა ესეთი ლამაზი ადამიანი მე არც ერთ ევროპაში არ ვინახავს. საერთოდ მე საქართველოს ცხოვრებ ადამიანზე ლამაზი, მე მგონი რა ვიცი, არ დაბადებულა და მე არ ვიცი, არც ერთი ქვეყნის არც ერთი მოქალაქე არ არსებობს. განა იმიტომ რომ რაღაცა მე ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე, უბრალოდ მართლა ლამაზიერი ვარ და რაღაც ნასწავლი და ძალიან კარგი ხალხი ვარ. და მამა იმასთან დაკავშირებით მინდა კითხოთ რომ აი ეს პატრიოტიზმმა და ამ ყველაფერმა ხო ეს ერი დახვეწა გაალამაზა და რაღაცა და ეს ევროპელობა მამოსულაც არ ქადაგებს ამ პატრიოტიზმს იმიტომ რომ აი მე რა კანონებიც ვნახე ხო ყველაფერზე ეს ხალხი იბრძვიან აი რომელიმე კანონი შემოვიდა იქიდან ევროპიდან რომელზეც სიტყვაზე მოდით ერთხმათ მივიღოთ კარგია და რაღაცა აი სიტყვა ერთი იყო ვიზების ისა რო ქვია ლიბერალიზაცია მე მგონი რომ ყველა მხარი დაუჭია ისიც ყველა მაგრამ აი ამ მომენტში მამაო რატო შემოდის ჩვენც ხომ ევროპელები ვართ ხო მაგრამ რატო მოდის მამაო აი სწავიდა კარგი რაღაცა იმისავით არის რა წავიდა კარგი და მოვიდა რაღაცა დაზიანებული რაღაცა და ამ დროს ჩვენ უნდა მოგვახვიოს ეს ყველაფერი თავზე. აი ამ შემთხვევაში რატო ხდება მამაო და როგორ უნდა შეხვდეს ეკლესიური ადამიანი აი ამ ევროპულ კანონებს, იმიტომ რომ არიციან ადამიანებმა ზოგი მამაო იმით გამოდის რომ ზოგი ქადაგებს რაღაცა გიჟურად ისე რომ შეიძლება ზოგს ჯუნგლები ვეგონოთ რომ ეს მართლმადიდებლობა რა ყოფილა ხო ვიღაცა უცხოელმა რომ შემხოთ ნახე ეს ბნელი იტყვის ხო სიტყვაზე და არ არის ესე ხო საქმე ჩვენ როგორ უნდა დავიცვათ მამაო ისე რომ სხვის წინაშე ჩვენ არ ვიყოთ ისინი რაღაცა ბნელები და რაღაც ასე შემდეგ ჩვენი სიმართლე რა ჩვენი პატრიოტიზმი იმიტომ რომ აი ბოდიში ვიხდი მამაო აი ამ სკოლებშიც ეს საგანი რომ შემოწამ ეს პატრიოტიზმი მაგრა იჩოჩებს და შემდეგში ჩვენ არც ჯარი გვეყოლება არც არაფერი არ შეაწყობთ ეს ის იმიტომ რომ ეს პატრიოტიზმა უნდა იმას ქნას ხო მუხტი უნდა მოხდეს იმისა რომ იომო შენი ერისათვის და ასე შემდეგ ხო რა ვიცი რა შეაწყობთ ესეთი გაფრჩაკებული ადამიანები თვითონ სახელმწიფოს არ ვიცი აი თუ შეიძლება მამა აი ამასთან დაკავშირებით რა ნუ ჩვენ არის საკითხები რაც კარგია ის იმ ევროპაში და უნდა ავიღოთ ის კარგი ევროპას აქვს უნდა ითქვას კარგი პატრიოტიზმიც კარგი მოქალაქეობაც არის ეს მომენტი არის საკითხები რიგი აი მოქალაქეობის პატრიოტიზმში ბრძოლის უნარიანობაში რაც დასახვეწი გვაქვს და სასწავლი ევროპისაგან მაგრამ არის რიგი საკითხები რომელიც ნამდვილად არ არის მისაღები, გადმოსაღები, გადმოსატანი
ესეთი საკითხებია, როდესაც ადამიანი, ასე ვთქვათ, აი ეს იგივე ზნეობრივი კატეგორიები, რაც მე მოგახსენეთ, რაც მე გითხარით, ხო? რა ხდება, იცით, ადამიანის, აი ვთქვათ, მე ადრე მაგალითი მოვიყვანე, ყოველ ერთს უნდა ქონდეს თავის თავდაცვის უნარი, ხო? და მაგალითად გერმანიაში მოხდა ასეთი რაღაცა, რომ თქვათ ვიღაცებმა ქუჩაში შესეულმა მტოლვილებმა დედაკაცები გაუპატიგრეს და ეს ქალები იქით უხდიდნენ ბოდიშს, ხო? ვეღარ გაერკვა, ახლა რანაირად უნდა მოიქცეს, როგორ უნდა მოიქცეს. არის აი რიგი საკითხებისა, რომელიც რაღაცნაირად ადამიანს როგორ საზრდის, იცით? რაც ყველაზე მეტად ძულს უფალს. არც ცხელია და არც ცივი. როგორც აი ჩვენ გვაქვს ნელთბილი გამოცხადებაში რა, რომ იქ ასწავლის, აი ესე უნდა მოვიქცეთ, მოხუცი გადავიყვანოთ, ხელები დავიბანოთ, ხანძარი ჩავაქროთ, რაღაცა ეს. სადაც ადამიანი განხილული როგორც ბიოლოგიური არსება. აი ბიოლოგიურად უნდა იყოს ჯანსაღი და ასე შემდეგ, მაგრამ თითქოს ამ ადამიანს სული მეობა და ზნეობა გამოცლილი აქვს. ხდება რიგი საკითხები არის ასეთი. ეს ნელთბილი ადამიანი მე ვეღარ ერკვევა რა მიმართულებით უნდა წავიდეს რა. თქვათ, მე ადრე სხვაგან საუბრობდი კიდეც, რომ არის მრისხანება გამართლებული, ჰომოფობიას რო ეძახიან და თვითონ მაცხვარს ქონდა ასეთი რამ და ჩვენ ეს მრისხანება, ჯანსაღი მრისხანება უნდა ქონდეს, როდესაც ჩვენ დედას შემოგლანძღავენ, მამულს გვიგინებენ, რჯულს გვიგინებენ და ასე შემდეგ. ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური მრისხანება. ეს უფლებაც არის ჩემი და მოვალეობაც არის ეს, ხო? მაგრამ აი, როდესაც ეს არ უნდა გააკეთო, ეს მიუღებელია, ეს თქვათ არის არატოლერანტული და ასე შემდეგ, ადამიანი იბნევა და თუ ეს საამზრდელო გეგმაში არის შესული, ხო? გამოდის ესეთი ნელთბილი ადამიანი, რომელიც ცისახუ აღარ არის და მიწაზეც ყარად ვერ დგას. არის რიგი საკითხები ასეთი, რიგი საკითხებისა, რომელიც მიუღებელია, ნამდვილად არის ესეთი საკითხები, ხო? ჩვენ თქვათ ერთ ჩვარში ვერ გავხევთ ევროპას, იქ კარგი მეომრებიც ხავს, მებრძოლებიც აყავთ, რაღაც არის სამოქალაქო პრინციპები, რაც უნდა ვისწავლოთ მათგან, მაგრამ რატომღაც ჩვენთან აი ესეთი საკითხებიც ხდება, რომელიცაც, რა ვიცი, რატომღაც უნდა გამოგვაზრდენონ ეს ნელთბილი თაობა და ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ქვეყანა არის ჭიდილისა, ხო? და ამ ჭიდილს ჩვენ არ უნდა დავმარცხდეთ. ის პარტნიორიც ჩვენი, ხო, მეგობარი პარტნიორი, აქაც ჭიდილი მიმდინარეობს, არა? და ჩვენ ამ ჭიდილში არ უნდა დავმარცხდეთ, ჩვენ არ უნდა ვიყოთ მეორე კატეგორიის ადამიანი, ხო? ჩვენი პრინციპებიდან, ზნეობრივიდან და ბრძოლის უნარიანობიდან გამომდინარე, ისინი მეტად დაგვაფასებენ. უფრო ღირსეული პარტნიორებიც ვიქნებით. აი ეს ნელთბილობა არ უნდა მოხდეს და აი რიგ სასწავლო საკითხებში იმალება, ეს ქვეტექსში დევს, რომ გავზარდოთ ადამიანი, ბიოლოგიური არსება და არაზნეობრივი და აი ამ წარმართული საზოგადოების დამახასიათებელია, რომ ადამიანს ბიოლოგიურ არსებად განიხილავს, აქედან გამომდინარე ზნეობით და იზრდება ნელთბილი ადამიანი, რომელიც საბოლოო ჯამში ვერც კარგი მეომარია, ვერც კარგი პატრიოტია და რა თქმა უნდა, ვერც ღვთისმოყვარედ ჩამოყალიბდება, თუ ისე ღმერთმა არ უშვება. აი ასე ვხედავ თქვენ კითხოს. დიახ, ძალიან დიდი მადლობა. მამაო, რაღაცა ვინმეს რო არ ეკონოს, რომ ან იქით ხარეს, ან აქეთ ხარეს, აუ კითხებს. აი ეს მაინტერესებდა, რომ აი იმას აქვს კარგი. აი მაგალითად რა შეიძლება აიღო, ან რატომ უნდა აიღო, იმიტომ რომ ზოგიერთი არის, აი ზოგის ხედვა არის ისეთი, აუ საქართველოში მცხოვრებს ვისგან უნდა აიღო ღვთისმშობლის წირხვედრი ქვეყანა ვარ და ჩვენ ვინ რა უნდა გვასწავლოს. ზოგი პირიქით იძახის. ზოგი პირიქით იძახის, ხო? აი ამ მომენტში, მამაო, როგორ უნდა იმას ვქნათ, რა ქვია, გავითვალისწინოთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ერთისაც მჯერა მამაო და მეორესიც, აი მედალიონის ამბავია. ერთი მხრიდან შევხედავ, აი ერთს გავამართლებ, რომ მართალია, აი ჩვენ რაც უდათ ვიქცევით სხვისგან უნდა ავიღოთ მაგალითი, მეორე მხარეს შევხედავ, მართლა რელიგიის მხრივ თუ შეხედავ, ვის გარა გვაქვს სასწავლებელი, ყველაზე კულტურული ხალხი ჩვენ ვართ, ხო? სიტყვაზე და თან მამაო რა არის ეს ევროპა თუ კულტურას ქადაგებს, ერთი კიდე მინდა დავამატო, თუნდაც აი რუსეთი, ხო? ნებისმიერია, არ მაქვს აქ კონკრეტულად რაღაცა, ხო? ეს კულტურა ხო მაინც რელიგიიდან გამომდინარეა, ხო? ამათ შემოაქვთ მაინც ეს ათეიზმი, ეს აი ეს სექტანტობა რაღაცა ჩამოყალიბებული რელიგია ხო მაინც სხვას ქადაგებს, სხვა
ზნეობრივი ადამიანი ის არის, იშვება, ხო? როცა რელიგია მართლმადიდებელი ჩამოყალიბებული სად ეხლა მართლმადიდებელი და სად სხვა რელიგიის ან რაღაცა წარმომადგენელი. აი ამასთან დაკავშირებით, მამო, რატო ეწინააღმდეგებია ეს ერთმანეთს, მამო, იმიტომ რომ კულტურა თუ დავკარგეთ, იმ ევროპას უკულტურო რაში უნდივართ, თან რელიგია არ უნდა ჩვენი. ანუ რელიგია თუ არ გაქვს უკულტურო ხარ, ხო ფაქტიურად უკულტურო რათ უნდივართ სიტყვაზე. აი ეს მომენტი, მამო, რატო ჭირდება? ჩვენ უნდა დაუჯდეთ და ამაზე უნდა ვიმუშაოთ. სახელმწიფო განათლების სამინისტრომ და ეკლესიამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, ეს აუცილებელიც არის, რომ ჩვენ გქონდეს ჰარმონია, სინერგია ერთმანეთში, გადავწყვიტოთ რა უნდა მივიღოთ, რა არ უნდა მივიღოთ. ერი მონოლითურად უნდა შეხვდეს ამ ყველაფერს. აუცილებელია, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ვდგავართ ერის სადარაჯოზე, მთავრობაც და ეკლესიაც. უნდა ვისწავლოთ სახელმწიფოებრიობა, აქედან გამომდინარე რაღაც ატრიბუტიკები, იმიტომ რომ ჩვენ როცა არ ქონდა სახელმწიფო, როდესაც რუსეთს შემადგენელი ნაწილი ვიყავით, ჩვენ ვიყავით ანტისახელმწიფოებრივნი, ხო? ქონდა აგრესია და მოხდა ჩვენი სახელმწიფოებრივი ცნობიერების მარგინალიზაცია, რომელიც გადმოყვა დღესაც ჩვენ სახელმწიფო შემთხვევაში ხშირად ოპონირების დროს სახელმწიფოებრიობას ვებრძვით ხოლმე. ესე ხდება. ამიტომ ეს მომენტი სასწაული გვაქვს და უნდა ვისწავლოთ, იმიტომ რომ რუსეთი არ გვასწავლის, არ გვასწავლა, არ გვასწავლს. ეს უნდა მივიღოთ. მყარი მოქალაქეობრივი პოზიცია, ხო? მყარი სამართლებრივი პოზიციები უნდა ვისწავლოთ. ну 1000 წესი თქვათ დღეს რომ გახვალ ქუჩებში და ნაგავს რომ მიე ყველაფერი ყველგან ხო ესეც თუნდაც იქიდან ვისწავლოთ ხო არა იმიტომ რომ რაღაც გარეგანი მხარეც თითქოს ადამიანის შინაგან მოუწესრიგებლობას გამოხატავს შინაგან მოუწესრიგებლობას და გარეთაც აი ვეგუებით აი ამ ნაგავსა და აი ამ ყველაფერს ასე რომ ეს სასწავლი მხარე არის მაგრამ ის რა ჩვენ გვაქვს ეს ჩვენი ზნეობა ჩვენი მეობა, ჩვენი პატრიოტიზმი, ჩვენი რელიგია, ეს უნდა დავიცვათ, ეს უნდა შევინარჩუნოთ. აი ვიღაცას რომ მოწონს ეს თავისი ქართველობა, რითი მოწონს? ისტორიიდან რა შემოგჭა ეკლესია, მონასტრები და ციხეები, ხო? ეს ფორპოსტები ჩვენი თავდაცვისა და ჩვენი სულიერება შემორჩა. რასაც უნდა გაუფრთხილდეთ, რასაც უნდა დავიცვათ და გადავზარდოთ სახელმწიფოებრიობაში ეს ყველაფერი, ეს სულიერი სიკეთე, ამაში უნდა გადავზარდოთ. ეს ნამდვილად არ გვესწავლება, ამისთვის თავი დაგვიდია და ეს უნდა შევინარჩუნოთ. ხო და ამაზე საჭირო ალბათ მშვიდად დაჯდომა, ერთობლივად რელიგიის მესვეურნი, სახელმწიფოს მესვეურნი და ეს უნდა გადაწყდეს ეს ყველაფერი, ხო? არის ახლა წეგან ვამბობდით რომ რაღაცა პოლიტიკური საკითხი არ არის და აი მაგალითად იგივე ძალიან ცუდი ტერმინია მაგრამ მამათმავლობა ხო რომელიც არის ადამიანის შინაგანი კონსტიტუციის დარღვევა ცოდვა თუმცა ამის გამო ამ ასეთებს ეკლესია გვერდში უდგას და ეხმარება როდესაც ისინი ამას საჭიროებენ და ითხოვენ შველას მაგრამ ჩვენ ყავდა ერთი სიძე რუსი ხო გიორგი რუსი თამარის მეფე და ამის გამო გაძევებული იქნა. იცით ხო? თამარმა ბრძანა რომ წორსაც გავიყრი შენგან რომელიც ამეკრაო. მაგრამ პოლიტიკურ ნიუანსში ქართველი თავადები თელ დასავლეთ საქართველოს სამხრეთ საქართველოს ნაწილი მიემხრო და შემოიჭრა ისევ გიორგი რუსი. ხვდებით? ნახეთ ეს პოლიტიკურად კი იცოდნენ ეს ყველაფერი იმათ, მაგრამ აწყობდათ ესე. ნახეთ, ამიტომ ამის მარ შეგვიძლია, თუმცა ეკლესია თამარის გვერდში დადგა, იქ სხვები დადგნენ, სხვა თავადები, სხვათა შორის ორბელები ამის შემდეგ აღზევდნენ თამარს დაუდგნენ გვერდში, მაგრამ კახეთში, როდესაც იყო თარეში და ბატონობა ყიზილბაშებისა, საბაბი რა გახდა ბახტრონის აჯანყების? იქ ერთ-ერთი ქართველი გააუპატიურეს, ზოგი სასულიერო პირი, ზოგი თუშამ, ну ქართველი ქრისტიანი გააუპატიურეს და ეს იყო უკვე აი რო იტყვიან აივსო ფიალა, აივსო საწყაული, იმიტომ რომ ეს აბსოლუტურად ქალების ის ხდებოდა ალბათ, მაგრამ კაცის ის იმდან შეურაცხყოფელი იყო, იმიტომ რომ ჩვენი აი რაღაცა შეეხნენ რა, შინაგანის დამსხვრევა მოინდომეს და ამის გამო რაც მოხდა, თქვენ კარგად იცით, ხო? აი ეს ამას უკვე ჩვენ ვერ შევეგუებით და ვერ მივიღებთ. აი ესეთი მომენტია და დანარჩენი ახლა მსჯელობის საკითხია, მოსაფიქრებელია, ჩვენ ახალი რეალობის წინაშე დავდექით, ხო? ვართ ამ რეალობაში და ეს არ შეიძლება ესე შაბლონებით ვიმოქმედოთ, უნდა შევხედოთ, გავიაზროთ, სხვისი გამოცდილება გავიზიაროთ, რომ ჩვენ მყარი პოზიციები გქონდეს ყველაფერში.
ძალიან დიდი მადლობა მამო, მაგრამ აი ხლა თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებით კითხვა გამიჩნდა ესეთი, რომ ჩვენ ახლა ვის უნდა მოვთხოვოთ ეს არ მიიღო, აი ეს კანონი არ მიიღო, ახლა მაინც და მაინც მარტო ამ ცოდვაზე ხო არა ეს ლაპარაკი, იმიტომ რომ ადამიანებს ისე აუბედურებენ და ისეთ კანონებზე, სიტყვაზე, სხვა კანონებზე თვალი დაგვეხუჭავს, აი როგორც არის სიტყვაზე ლეგალურია სიტყვაზე ჩვენთან თამაშები, კაზინოები, ბანკები, ისინი ადამიანებს ისე აუბედურებენ, რომ ხვალე მამო იმ გაუბედურებულ ადამიანს, რომ სთხოვონ სიტყვაზე რომ ეს ცოდვა ჩაიდინე, ხო? ამას თავისით იზამს უკვე. აი ხო იყო მომენტები რომ მაგალითად აი იყო ციხეში ეს წამების ისინი მომენტები იყო და ყველა ერთ დროს ერთად ადგა, მაგრამ ის ადამიანები რომლებიც მამო გამოვიდნენ, ისეთ დღეში ჩაყარეს, რომ ის რაც იქ დაუშავეს ძალით შემდეგ შეიძლება თავისით ჩაადენინონ, იმიტომ რომ ამ კანონებმა აიძულეს ეს რომ გააფარჩაკეს ადამიანი. ანუ აი ამებზე მამაო ჩვენ ხმას არ ვიღებთ, მაპატიეთ, ეხლა არ უნდა მეთქვა შეიძლება, მაგრამ ადამიანი ისე გაუფასურეს რაღაცა თურქული ბანკები, კრედიტ რაღაცეები, რომ იმ დონეზე დაიყვანეს მამაო, რომ ამას უკვე ერთი ნაბიჯია ის, რომ სულ არ აინტერესებს შენი ის კანონი ან მისი შვილი მამაო სად ისწავლის და რას ისწავლის სკოლაში. კარგად გამის, სწორად გამიგეთ, ხო ხდებით? გასაგებია. აი ეს მომენტი, მამო, არ არის ხურაცაღები, იმიტომ რომ ანუ ეს მექანიკურად უკვე ეგეთიც ხდება, ყველაფერი ხდება, ნავსიო სპასობნი გახადეს, მაპატიეთ ამ ჭყალებში ვიხმარ ამ ჟარგონს ადამიანი. ანუ მაინც მაგსუდა სხვა უნდა იდეს, უბრალოდ რომ დაურეკოს ადამიანს იმდენი ვალი აქვს, შეიძლება დაურეკონ და უთხრა რომ მოდი ამას გაგისტუნე და ეს ცოდვა ჩაიდინე და ქნან. სიტყვაზე ამათი კანონები და ეხა ამ ადამიანებთან ცოტა მე მგონი ამ ადამიანებმა და ეკლესიამ ერთად რომ მოილაპარაკონ, ცოტა ძნელი მგონია. რა ვიცი და ეს არის ცოტა ისეთი კანონები, არ ვიცი, აი ეგ არის ლიბერალიზმი, დემოკრატია სიტყვაზე ისეთ ჭყალებში ევროპული. აი ამ შემთხვევაში მამო რა შეიძლება თქვათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ისეთი გაუბედურებული, რომ ფულის გამო აი ამ საკითხს ჩვეულებრივად გაატარებს. არა აქვს პრობლემა რა. აი თუ შეიძლება მამო აი ამასთან დაკავშირებით ცოტა პოლიტიკური კითხვა დავსვი. ეს დიდი პრობლემა გახლავთ და ეკლესია ამის წინააღმდეგაც იმაღლებს ხმას, ნამდვილად რომ ეს იგრომანია არის ნარკომანიაზე უარესი და ვის და ჩვენ მონასტრებმა ვიცით ახლა მე წინამძღვარი ვარ წლებია მონასტრის და უამრავი ასეთი ადამიანი გვაკითხავს ჩვენ ცხოვრობს თვეობით წლობით ცხოვრობენ და ეს იმდენად მძიმე ცოდვა გახლავთ ეს გახლავთ აზარტის ვნება აზარტი ასე ვთქვათ გაუმაძღრობა ამ იმის რომელიც ადამიანს ართმევს შემდგომში სოციალურ ფუნქციასაც, ხო? და რაღაცნაირად სახელმწიფომ უნდა ნახოს თავში ძალა, რაღაც მიდგომები უნდა გქონდეს. ჩვენ ერთი მხრივ აქ დგება, თქვათ, ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის მომენტი, რომ შენ თავისუფლება არ უნდა შეუზღუდო და ის თავისუფალია თავის არჩევანში, მეორე მხარეს ის იღუპება და თითქოს თავის დაღუპვას ის ირჩევს ნებაყოფლობით. ალბათ რაც უნდა გაკეთდეს პირველ რიგში რაღაც ასაკამდე უნდა შეიზღუდოს იქ თამაში ბავშვების და თუ ვინც დაარღვევს ამ კანონს რომელიც ტოტალიზატორი იქნება თუ რაღაცა ის უნდა დაისაჯოს რაღაც ასაკამდე არ უნდა იყოს მე არის სხვა სახელმწიფოები როგორ გააკეთეს სადღაც გააკეთეს ყველაფერი მე არ უნდა იყოს ბოდიში და ეს რომ ამბობენ პოსლეზე თამაში რომ იქ 1000-ებს აგებენ და რაღაცა აქ 5 ლარი ის წააგოს ბოლო და გამოვიდეს არ უნდა გააკეთოს ეს მაგრამ რაღაცა თავდაცვის მექანიზმი მოსაფიქრებელია სხვა ქვეყნების გამოცდილებაც უნდა გავიზიაროთ ამ შემთხვევაში იმიტომ რომ ძალიან რთული ვნება გახლავთ ეს აზარტის ვნება ადამიანში ურთულესი რამ არის და აქაც ამას ხელის შეწყობა არ შეიძლება იმიტომ რომ ჩვენ რაღაცნაირად თავქვეყანასავით გამოდივართ რა ჩვენ მომავალს ვღუპავთ ფაქტიურად საუკეთესო ადამიანები იღუპებიან საუკეთესო ხალასი ადამიანები ესეც მოსაფიქრებელია იქიდან აღებული არამი ფულით ვერც ის გაიხარებს და ვერც სახელმწიფო ვერ გაიხარებს ამიტომ მე მიმაჩნია რომ რაღაცა ასაკი შეუზღუდოთ პირველ რიგში ასაკობრივი შეზღუდვა უნდა იყოს შემდეგ შეიძლება გატანა მოხდეს და ყველგან არ იყოს მოდებული ეს ყველაფერი თუ იქ იატაკქვეშეთში გადადის ხოლმე ზოგადად ესეთი რაღაცა იქაც უკვე სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს და უნდა იმუშაოს
რაღაცა მაინც მოხდება, იმიტომ რომ ადამიანისთვის თავისუფლება მიღებულია, რომ ვერ შეუზღუდავთ და თოფით ვერ დავადგებით, მაგრამ აი ეს რაღაცა ის უნდა იყოს, ასე ვთქვათ, სასჯელი, ვინც აი ხელის მაზები ქვია და ოსლეზე რო არის და ასე შემდეგ, რომ ადამიანს ეშინოდეს, რომ ვიღაცის უბედურებაზე რო აგებს, თავის ბედნიერებას დაიჯება, იმიტომ რომ ეს ისეთი რამ გახლავთ, რომ ადამიანი მოთამაშე და აზარტის მიმდევარი ყოველთვის წაგებულია. იმიტომ რომ ეს უკავშირდება, არსებობს ესეთი ალბათობის თეორია, კომბინატორიკა, ეს პასკალმა თავის მოთამაშე მეგობრებმა მიმართეს, თხოვეს, რომ ესე იგი შეედგინა ფორმულები გამოეყვანა ამისი და იქ რო თამაშობენ, აი ვთქვათ, რო არის 50-50 რო ქვია 50-50-ზე და 0-0 რო ეკუთვნის კაზინოს, აი ეს აზარტისთვის ყოველთვის წააგებს, იმიტომ რომ იმას უპირატესობა აქვს. ყველა მოთამაშე არის საბოლოოდ წაგებაში, იმიტომ რომ ერთხელ და ორჯერ შეიძლება მოიგო, თუ მუდმივად თამაშობ, აუცილებლად წააგებ, აუცილებლად. ეს ამისი თვისება და პრინციპი არის კაზინოსი. ამიტომ არის რიგი საკითხების, რაზეც უნდა მყარად იდგეს სახელმწიფო, უნდა იყოს საერთო საზოგადოებრივი აზრი სახელმწიფოსიც, ეკლესია, ვიღაცა გამოვა და იტყვის, რომ იცი რა, ნუ შეუზღუდავთ ადამიანებს და თავისუფლებას და იმას. არა, აქ ჩვენი მომავალი იკარგება და ეს თავისუფლება კი არ არის, ადამიანი არის თავაშვებული და მე არის აქ სხვა დამოკიდებული აზარზე, არის თანადამოკიდებული პირი და თანადამოკიდებული ხდებიან აი ამ მოთამაშის ოჯახის წევრები, როგორც ნარკომანის შემთხვევაში. ნადგურდებიან ის ოჯახის წევრები, შეიძლება თვითონ მოთამაშე ბოლოს ჯერ ოჯახის წევრებს მორალურად ზნეობრივად თანადგურებს, მატერიალურად თანადგურებს და ნადგურდება ყველა და ყველაფერი. ამიტომ საჭიროა მტკიცე სახელმწიფო ღონისძიებები, მე ვფიქრობ, ამაზეც სამუშაო აქვს ჩვენ სახელმწიფოს. იმიტომ რომ აი მამო ისეთ აი თვითონ აი დედას ვიცა ვარ მართლა ეს ცოდვა შეიძლება საერთოდ მოსაკითხი აღარ გახდეს ისეთ რაღაცებს უშვებენ. ანუ გიხე ჩამოვიარე და ლომბარდები და რაღაცებია და აწერია რომ ლომბარდში იღებენ სარიცხის მანქანას, მაცივარს. ეხა შვილმა წარმოგიდგენთ იქ გვერდზე კაზინო არის. ამ კაზინოში უნდა მივიდეს ფული უნდა წააგოს, მე სახლიდან უნდა გაიტანოს, მე არ ვიცი ეგ შვილი, მაგრამ უნდა გაიტანოს მე სარიცხი მანქანა დედის, ეხლა დედა ხო არ ჩააბარეს. აი ესეთ რაღაცას როგორ უშვებენ, ან რომელი ცხოველი იფიქრებს, აი ეს რო ჩაიბაროს, აი უბრალოდ მე ვერ წარმოგიდგენს ადამიანად ვერ. თუ შეიძლება მამო, აი 2 წუთი დარჩა და რა შეიძლება მამო ამ ადამიანს, იმიტომ რომ ეს უკვე მე არ ვიცი ეხლა რომელ ლესბოსელს ჯობია ის ადამიანი, ვინც აი ამას იზამს. სიტყვაზე მამო, ცოტა უხეშად ვამბობ რა. ჩემთვის ისიც ერთია და ისიც, ხო? სიტყვაზე ორივე ყოვლის ისა რო ქვია, ჩამდენები არიან, ხო? იმასაც იზამენ სარიცხ მანქანას ვთვალმე არ ვიცი. სხვადასხვა ის არის, ეხლა ნათქვამია რომ ცილის წამებელს ისევ კაცის კვლელი ჯობია, თუმცა ორივე ჯოჯოხეთში დაიმკვიდრებენო და ანალოგიურად რომელზე წინ და რომელს ქვევით მიდის, ეს ჩვენი განსაკითხი არ არის, ჩვენ არ უსურვებთ არავის იქ მოხვედრას და ჩვენი მოვალეობა რომ არავინ არ მოხდეს, აი დარდადგეს დაღუპვის გზაზე და იმ ჯოჯოხეთში არ მოხდეს და ის ჯოჯოხეთი ბევრისთვის უკვე მიწაზე იწყება და აი ამ თამაშ შემდეგ თავის შინაგანში იწყება და იმის ოჯახში იწყება. ხო და აი ესე აი თუ 1 წუთი დარჩა მამო და თუ იტყვით აი თქვენ ხო ნუ ყველანაირად რა ვიცი ჩვენ მოძღვრები მზათა ვართ ვიღებთ ასეთ ადამიანებს ვეფერებით გვერდში უდგევართ მე მქონია შემთხვევა აი ასეთი ადამიანები ძირითადად კარგი ადამიანები არიან ხო და ფასადურად ანუ გეჩვენებენ კარგები თუ მართლა აი ადამიანები უბრალოდ შეცდომილნი არიან ხო ესენი არიან შეცდომილნი და იმდენად ახლა ნათქვამია რომ პოლიტიკის ეშმაკიო სიძის ეშმაკზე უფრო ძლიერიაო ხო უფრო მეტი გავლენა პოლიტიკაში ამიტომ არ უნდა გადავიჭრათ იქ იმიტომ რომ სხვა სტიქიები მუშაობენ აქაც ისეთ ძლიერ ბოროტებას უპირისპირდებით რომ ძალიან რთულია მაგრამ საზოგადოება ლოცვით ოჯახის თანადგომით გამოსწორებადი ხდება შეიქმნება ბოლო იზრდება ადამიანი ზოგი თავის შეცდომებზე სწავლობს და ბოლოს რა ვიცი ჩვენ ვამთავრებთ და მე უბრალოდ მინდა იმით დავიწყო რომ ჩვენ მართლმადებლებს ეკლესიას ქართველობა ზოგადად გვაქვს მიზანი რომელიც ჭეშმარიტად სიცოცხლეზე მეტია ჩვენ ამ მიზანს მივდევთ და ნიკოლოზ სერბის თქმებით დავამთავრებ
რომ ნუ გეშინიათ ქრისტიანები, ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს, იმიტომ რომ ქრისტეს აღდგომის შემდეგ ჩვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ვართ ჩართულები და ჩვენ გამარჯვებულნი ვართ უკვე. დიდი მადლობა. გაიხარეთ ღმერთმა დაგლოცოთ. უღრმესი მადლობა მომბრძანებს აუცილებლად კიდე მოგიწვევთ ხვალ დილას იქნება 7:09-ისათვის განმეორებითი ეთერი და იქ და სამშაბათს საღამოს 9:09-ს დაგმნებით მამა იერომიელი გახდათ ფილიშვილი ჩვენი სტუმარი ბორჯომიდან მე გახდათ გიორგი დარასელია კარგად ზანდებოდეთ დროებით